ნუ გაისუსები აქცია ამ სახელწოდებით მთავრობის ადმინისტრაციასთან გაიმართა აქცია პაატა ბურჭულაძე საქართველოს განვითარების ფონდის ახალგაზრდულმა გუნდმა გამართა. ისინი ODR-ის სამსახურის არსებობასა და პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეო ჩანაწერების გავრცელებას აპროტესტებდნენ. ორგანიზატორების განცხადებით აქციები როგორც თბილისში, ასევე საქართველოს რეგიონების ცენტრალურ ქალაქებში ჩატარდება. ჩვენ დავიწყეთ სოციალური კამპანია ნუ გაისუსები, რადგან მიგვაჩნია რომ სისტემა ცოცხალია, ის აგრძელებს არსებობას და საფრთხეს უქმნის თითოეული ჩვენგანის თავისუფლებას, ღირსებას და რაც ყველაზე მთავარია ქვეყნის დემოკრატიულ მომავალს. ნუ გაისუსებით თუნდაც იმიტომ რომ უნივერსიტეტებში და ყველა სხვა დაწესებულებაში ისევ აგრძელებს ფუნქციონირებას ODR-ის ბანკიერი სისტემა. ნუ გაისუსებით თუნდაც იმიტომ რომ ისევ ცდილობენ ჩვენს პირად ცხოვრებაში შემოჭრას და საზოგადოებრივი აზრის მანიპულირებას ამ ყველაფრით. ფიქრობთ ხელისუფლებას ჰქონდა საკმარის დრო იმისათვის რომ მოეხდინა სისტემური რეფორმირება, მაგრამ როგორც ჩანს მათ პოლიტიკური ნება არ გააჩნდათ და დღეს მათი მხრიდან დაგვიანებული პოზიცია მხოლოდ დანაშაულის ტოლფასია. ჩვენ წამოვიწყეთ სოციალური კამპანია ნუ გაისუსები. ბოლო პერიოდში ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე, ჩვენ კარგად ვიცით რა ხდება TSU-ში, რა ხდება უმაღლეს სასწავლებლებში და არა მხოლოდ უმაღლეს სასწავლებლებში, გულისხმობ ODR-ის ბანკიერ სისტემას. ჩვენ ვაპროტესტებთ ODR-ების სისტემას, ასევე ვაპროტესტებთ ბოლო პერიოდში გამოქვეყნებულ ვიდეო მასალებს, ზოგადად ამ სისტემასაც და მოუწოდებთ ხელისუფლებას უკვე გადავიდნენ ქმედით ნაბიჯებზე და პასუხი აგებინონ იმათ, ვინც ნამდვილად დამნაშავეები არიან ამ პროცესებში.